მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია შუადღის პოლიტიკა. FM 98-სა და 5-ზე რადიო სივრცე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი, ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი. ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი, როგორც მოგეხსენებათ, ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს, მის საქმიანობას. და ჩვენ მიმდინარე მოვლენებს სწორედ აი ამ ჭრილში ვაშუქებთ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, ჰარვარდის ჯერ არ შემდგარი სტუდენტი, ზაზა დობორჯგინიძე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით დილით, იმიტომ რომ ყოველდღე ვიმყოფებოდით ფორუმზე და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ მოგვეყოლა თქვენთვის აუდიტორიისთვის აი ამ ფორუმის შესახებ. ეს არის თბილისის რეგიონალური ფორუმი, ეკონომიკური და მდგრადი განვითარებასთან დაკავშირებული LED ფორუმი, მოკლედ ესე ეწოდება და ამ ფორუმის სამუშაო სათაური აი ეს წამოვიდეთ ეს ბროშურა. ამ ფორუმის სამუშაო სათაური არის მშვიდობის როლი მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. და იყო ძალიან საინტერესო არაერთი პანელია იქ მოწყობილი და მთავარი ნაწილი მთავრობის მეთაურმა გახსნა, იყვნენ გამომსვლელების ოფიციალური ნაწილი და შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პანელი, რომელიც ძირითადად საქართველოს როლზეა ლაპარაკი ახალ მულტიპოლარულ სამყაროში და ეს არის ეხება პატარა ქვეყნის გადარჩენას რეალისტურ და ცივილიზაციურ ასპექტში. და ბევრი ძალიან საინტერესო, არაფერი ისეთი ხა განსაკუთრებული და სიახლე, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ დისკურსში ქართული აუდიტორიისთვის ის იყო ძალიან მარტივი, მაგრამ უცხო კონცეპტები შემოდანი. პირველი ეს არის პატარა სახელმწიფოს როლი. ანუ ეს უკვე გვთავაზ გეოპოლიტიკის როლი. და ყველა გამოსვლელი, რომელიც არიან ძალიან სახელოვანი ადამიანები, მოდერატორი იყო ლაშა კასრაძე, ჩამოსული იყო პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ჯეფრი საქსი ნიუ-იორკიდან, ჩამოსულია ჯეკ მეტლოკი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ელჩი საბჭოთა კავშირში, რომელიც იცნობდა ყველა ქართველ ლიდერს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ძალიან ცნობილი პროფესორები, მეცნიერები და აღარ ჩამოვთვლი ყველას ერთად და რომელთაც ძირითადად ეს სადაც მოყვება, ჰქონდათ რაღაც ძალიან მეტნაკლებად იდენტური ხედვა და ძირითადად ამის კონცეფციები ემყარება იმას, რომ მნიშვნელოვანია გეოგრაფია, მნიშვნელოვანია აქედან ამოვიდეთ გეოპოლიტიკის გაგებისას, ჩვენ უნდა გვესმოდეს სად ვართ, რა დიდი ქვეყნები არიან, ყოფილი ან მოქმედი იმპერიები ამ რეგიონში წარმოდგენილი, როგორია მათი ინტერესები და შესაბამისად ამავე დროს უნდა გვეცნობდეს ჩვენ დროის ცვლილება, რომ დამთავრდა უნივერსალიზმის ეპოქა, გადავდივართ ახალ მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც ზოგიერთი მეცნიერი იძახდა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა რანაირია ეს სამყარო, ეს არის მულტიპოლარული, ეს არის ისე ორპოლუსიანი თუ ეს არის საერთოდ პოლუსის არ მქონე სულ სხვა ტიპის მსოფლიო წესრიგი და პატარა ქვეყნები როგორ უნდა გადარჩნენ აქ. ერთ-ერთი მთავარი ხა ჩემთვის რაც იყო, რაც შენიშნეთ დავიჭირე, ეს არის ცნება, ეს არის სტრატეგიული მოთმინება. რომ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად და უნდა რაღაცა მოთმინებით მივყვეთ აი პროცესებს, რაც მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვდეს, რომ ვართ პატარა ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ზაზა, ჩვენ ხა ცალ-ცალკე ვიჯექით, მაგრამ ერთნაირად უსმედით ამ გამოსვლელებს, შენ რა დაგამახსოვრდა? პირველ რიგში რაც არის საინტერესო, არა იმდენად შინაარსის ხრივ, იმიტომ რომ ამ ხალხს უსმენ ისედაც YouTube-ზე და მაყურებელი ვარ მათი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება და მთავრობამ, ასე ვთქვათ, მოახერხა ალტერნატიულ მედიაზე გასვლა. ის ხალხი, ვინც იყო გლენდიზენი, რიკარდო ლოპესი, ეს მერკურისი და ეს ჯეფრი საქსი თუნდაც, ეს არის ხალხი, ვისაც YouTube-ზე მილიონები უსმენს და ითვლება, რომ ეს არის მეინსტრიმის ალტერნატივა, მეინსტრიმ მედიის ალტერნატივა და უფრო რეალისტური ხედვა და ბევრი მაყურებელი ყავს და
ამაზე მსჯელობა მეორე მხრივ არ ხდება საერთოდ ოპოზიციაში. ის მოცემულობა, რომ სოფლიო წესრიგი შეიცვალა ბოლო 3 წელია მკვეთრად და მანამდე 2017 წლიდან იცვლებოდა, ეს ფაქტი თითქოს არ არის მისული ოპოზიციურ ველში და ოპერირებენ ისე თითქოს ცხოვრობდეთ 90-იანებში თუ არა 2017 წლამდე სოფლიო წესრიგში. ანუ მსჯელობა არ ხდება იმაზე, რომ აი თქვათ არ მოგწონს ოცნების პოლიტიკა, როგორც ოპერირებს დღევანდელ სოფლიო წესრიგში, ზედმეტად კონფრონტაციაშია, თქვათ დასავლეთთან უფრო ისინა, მაგრამ ის რომ შეიცვალა ეს სოფლიო წესრიგი და მაშინ როგორ უნდა დააბალანსო ეგ, პასუხი არ არის ამაზე. დაცლილია ასე თქვათ იდეოლოგიისგან ოპოზიციაში დისკუსია და აკადემიური ელფერი არ აქვს და ამ შემთხვევაში ოცნება მოახერხა ის რომ გახდა ერთი იდეოლოგიური საერთაშორისო ნაწილში შიდა ნაწილში კონსერვატიული იდეოლოგიას ავითარებს და საგარეო პოლიტიკაში ამ რეალიზმის კომენტატორების პოზიციებთან მეტნაკლებად ახლოა. თუმცა რაც არის აღსანიშნავი ის არის რომ მაგალითად რასაც ჯეფრი საქსი ამბობს რომ საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს საქართველოს ევროკავშირი და დასავლეთში ინტეგრაცია და 3+3 ფორმატი არის უფრო გონივრული საქართველოსთვის. ეგ რო ეხლა მთავრობის მიერ გაჟღერდეს ეს უდიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მთავრობის მხრიდან ისევ ის გაჟღერდა, რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირი არის და მეორე მხრივ თქვათ აი მართლა რეალურად ისეთ კვეთრ რეალიზმს და იმას რომ მივემხროთ რასაც თქვათ ეს პანელის ბევრი გამოსვლელი ამბობდა, ეგეც არარეალისტური არის საქართველოს მოსახლეობის განწყობების გათვალისწინებით, ეხლა 3+3 ფორმატში გაწევრიანებას არ მოყვება, თქვათ და ევროკავშირის სრულად ასე ლუარის თქმას და სრულად გამიჯნოს დასავლეთისგან არ იქნება ეს ხალხის დაკვეთა. აქ რო თქვა ასე თქვათ ეს იგივე რაც ჯეფრი საქსი ამბობს, ეს რომ თავრობად თქვას არ გამოვა. მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია რომ ის პრაგმატიზმი, რაზეც ეს ხალხი საუბრობს და იმის გააზრება, რომ ამ დიდი ძალების პოლიტიკაში პატარა ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს, ეს აზრი უკვე ნელ-ნელა ინტეგრირდა, ასე ვფიქრობ, საზოგადოებაში. სხვათა შორის, ეხლა რასაც ამბობ, რომ ანუ ამოსავალ ჩვენთან საერთოდ დღის წესრიგია განსხვავებული. ანუ ჩვენ სამყაროს თუ კი ოპონირებას შევეხებით, რომ საქართველოში არის პოლარიზაცია, შევედით აი ამ რაღაც დამოჯერებულ წრეში, სადაც ანუ ადამიანები პრაქტიკულად აბსოლუტური გახლეჩვა მოხდა. ხო, ამოსავალი წერტილიც კი სხვა არის და ეს პოლარიზაცია გადავიდა ამავე დროს ყოფით კულტურაშიც. ანუ აი ქცევის თვალსაზრისით უკვე გასაგებია, ვთქვათ, აი რა შეიძლება ერთმა მხარემ იკადროს, ხო, მაგალითად, ხო, სიძულვილის კუთხით, რაღაცა ადევნება, მე ამის რა თქმა უნდა, ვიდეო ფიქსაცია იმისთვის, რომ შემდგომი ბულინგის ტალღა გამოიწვიო თუ ვიდეოზე არ გადაიღებ, ისე რა აზრი აქვს. ანუ ძალიან არატრადიციული და არადამახასიათებელი ჩვენი ქცევისთვის, რომელიც ისინი მე მგონი ვერ წხვდებიან ამას, როგორ აღვივებს კიდე მეტად დაპირისპირებას. ანუ ეს შემთხვევაში ესთეტიურადაც ეს დებატი მიუღებელია და ხშირად ხო აპელირებენ ხოლმე, ხო, რომ აი დებატი არ არის. ხა იქ ადამიანების შემდგომ ამ კონფერენციაზე რომელიც დიდი ხანი არ მინახავს და უცებ რამდენიმე მითხრა რომ აი რაღაც დებატი ვნახე და ნუ მე რაღაც აზრი გამიზიარეს ხა არ შევარდნი მე რა დებატი და როგორ მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი და ნუ ხშირად ამას წინათ ესეთი რამ თქვი რაღაც მეგობარს ველაპარაკებოდით რომ სიამდვილეში საქართველოს დებატი არსებობს. დებატი არსებობს იმ კუთხით, რომ არტიკულაცია შენი პოზიციის გამოხატვა და აუდიტორიამდე მიტანა საერთოდ არ არის პრობლემა. მთავრობის წევრებიც კი რო გონიათ, რომ არ არიან, ანუ საათებს ატარებენ მიკროფონთან იმავე ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებთან, რომელიც ნებისმიერ კითხვას პასუხობენ, ხო? ის, რასაც ოპონენტი იძახის, რომ დებატი არის, ეს გულისხმობს დაახლოებით აი ეს მაგიდასთან რაღაცა თოქ-შოუს, რომელიც ბოლოს ჭიქების როლით მთავრდება ერთმანეთში. აი ეს კულტურა, ეს რაღაც დრამა, ეს რაღაც კოლიზეუმი არ არის და არც უნდა იყოს ეს. ეს ვინც დაამკვიდრა, ეს ვინც შემოიტანა, ვინც მერე ეს დაწყებული სიტყვა ჰართოქი მოისმინა და აქ ჩამოიტანა ამ ქვეყანაში, რომ აი თურმე ეს არის, ნახე, როგორ ანუ ჟურნალისტი როგორც ოპონენტი, რომ შენ არ უნდა მიცეს საშუალება იმან თავისი თქვას, ეს როგორც მხარე.
მე არ ვიცი ანუ ეს სადის მე არ მისწავლია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე საბედნიეროდ, მაგრამ სადის სწავლეს სად ჩამოიტანეს, რატომ ჩაითვალა ეს აზრთა გაცვლა გამოცვლა მსჯელობა, ეს კულტურა აბსოლუტურად მოისპო დაიკარგა და დღეს უცა იძახიან რომ დებატი არ არის იგულისხმება რომ აი ეს არენა აღარ არსებობს. მაგრამ თუ მოინდომებ ადამიანი მონახავ ხო ამ სათქმელს, მაგრამ ძალიან ჭირს, იმიტომ რომ აი რაღაცა დებატშიც რო იყავ ის ამოსავალი წერტილის მიტანა და თქმა, ანუ იქაც ბევრი შემოზღუდავი ფაქტორი იყო, ძალიან რთულია რომ აჩვენო ადამიანს სხვანაირად იყურება. იმიტომ რომ თუ რაღაცებზე შევთანხმდებით, მე შეიძლება იქიდან რაღაც გამოიყვანო, ხო? მაგრამ ეს ვერ ხერხდება და ეხლა მე სხვადასხვა შორის იქ ფიქრობდი და ჩემ მეგობარს გვერდზე გადაულაპარაკე, რომ აი წარმოიდგინეთ, ხო, ეხლა ჩვენ ისეთ რაღაცას ვისმენთ იქ გამოსვლელებს. ხო, ძალიან კულტურულად ყველა იყო დასავლეთიდან, აკადემიური წრეებიდან, ძალიან ღრმა გამოცდილებით, დიპლომატები, ხო, მაგრამ განსხვავებული აზრით, ვიდრე აქ რო ფუკუიამას ფორუმები ეწყობა, ალბათ იქ ისმენენ, ხო, სადაც იქ უკრაინა იმარჯვებს და სადაც ყველანი ისევ ნატოში მივდივართ. ანუ ეს სამყაროც ჯერ კიდე არსებობს, ხო, არ წარმოსახვითად თუ არა, მაგრამ არსებობს. ხო და აი უბრალოდ რომ ეს ხალხი შემოიყვანო, კარცელ ლუქსი რო ხონა დოჩანაშვილს და დასვა და უბრალოდ ასმენინო, მე მგონი ყველაზე კარგი იქნება. ჩვენ კი არ მოგვესმინა იქ. ანუ მე მგონი იმათ უნდა მოესმინათ რა. ჩვენ წავიდეთ ფუკუიამას ფორუმზე და ნახოთ რა 2025 წელს კიდევ რა აქვს სათქმელი, ანუ ეს ისტორია დასრულდა თუ არ დასრულდა, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო იყო ის რაღაცა ნაწილების ვინიშნავდი ხოლმე, რომ ერთ-ერთი გამოსვლელი ბრიტანელის სწორედ ეს იყო, რომ ანუ ის რომელიც ძალიან ჭიდრო ხო, აი საკის არ თვითონ ამდენად იცოდა აქ როგორ გაიარა არჩევნები, მაგრამ აი ეს წარმოდგენილი სამყარო საქართველოს იმყოფება მდგომარეობაში, როდესაც არჩევანი აქვს ან ევროკავშირი, ან რუსეთი, ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი სიცრუე, ანუ იმიტომ საქართველოს არ იმყოფება ესე მდგომარეობაში, ეს არის სრულად მცდარად დანახული მოცემულობა. არამედ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ ხართ გზაჯვარედინზე, გარშემო არის იმპერიები, ეს სამყარო იცვლება და თქვენ გჭირდებათ ყველასთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა და ეს უნდა დააბალანსოთ. მხოლოდ ბალანსით შეიძლება გადარჩეთ. ანუ რა სიტყვი თქვათ, რამდენად შენ იგივენაირად ხედავ ამ პროცესს, ერთი და მეორე საქართველოს ხელისუფლება, აი რამდენი პროცენტით არის თანმხვედრაში შეიძლება აი ამ ქვეყნის ინტერესების სწორად რეალიზებასთან. შეიძლება რაღაც უკეთესად შეიძლება, ეხლა უკვე ახსენე, რომ მაგალითად ეხლა შეიძლება დასავლეთის კრიტიკაც და მოჭარბებულიც კი იყოს და ნაკლები ჯობია იყოსო. როგორ ფიქრობ? ბალანსის პოლიტიკა გარდაუვალი არის და განსაკუთრებით ჩინეთთან ურთიერთობა, დღეს მაგალითად ჩინეთზე კობახიძემ რო თქვა, რომ ანუ სხვა სუპერძალებმა უნდა მიიბაძონ ჩინეთსო, ამაზე ისეთი წამოვიდა, რომ თითქოს რაღაცა ის თქვა განსაკუთრებული, როცა ყველა მაგას ამბობს და მეტიც, ანუ ჩვენ ვართ მოცემულობაში, სადაც ჩინეთი არის მეორე ეკონომიკა, დედამიწაზე ფოლადის ნახევარსაწარმოებს ჩინეთი, ელექტრომობილების ნახევარსაწარმოებს ჩინეთი და ყველა ქვეყანა არის ეკონომიკურად გადაჯაჭვული ჩინეთთან და ამავე დროს ჩინეთი არ განსხვავებით თქვათ რუსეთისგან, თუნდაც არ ცდილობს თუნდაც ტაივანში შეიჭრეს და ასე უხეშად მოაგვაროს ის პრობლემა რა აქვს. ჯერ, ხო, ცხადია, ეს არის თქვათ ჯეფრი საქსი ასე ფიქრობს, აი ერთადერთი ჯეფრი საქსი თქვა, რომ ჩინეთი პირველია უკვე და PPP-ს დათვლით პირველია. აი მანდ არის განსხვავება ჯეფრი საქსის და მირშაიმერის პოზიციებს შორის, რომ ანუ ერთადერთი ხო თანხმდებიან უკრაინაზე, ხაზაზეც ერთი პოზიციები აქვს. მირშაიმერი რასაც ამბობს არის ის, რომ ჩინეთი მოიქცევა მალე იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც ყველა დიდი ძალა იქცევა და ხდება ჩაგვრელი, დაიწყებს ომებს და შესაკავებელია, ასე ვთქვათ, ამერიკის პოზიციიდან. ჯეფრი საქსი ესე უყურებს, რომ რადგან ჩინეთი კონფუციანური კულტურაა და რაღაც სხვანაირი ცივილიზაცია, ამიტომ მათი statecraft, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, ქმედების ლოგიკა არის უფრო განსხვავებული და ამაზე დავა შეიძლება ჩინეთი რამდენად, ასე ვთქვათ, მშვიდობიანად აღზევდება მომავალში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობაც და ჩინეთთან დაახლოება საქართველოსთვის კი არა, ევროკავშირისთვისაც არის უკვე ამ ეტაპზე გარდაუვალი. იმიტომ რომ სქიზმის ფონზე, ასე ვთქვათ, ამერიკასთან უფრო და უფრო ახლოვდება ევროკავშირიც ჩინეთთან და პრო-ჩინური პოზიციონირება
ანტიევროკავშირს აღარ ნიშნავს უკვე ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში რაც ახლა არის და ამის მიუხედავად მაინც ხდება ეს რაღაცა ის რომ აი რაღაც კომუნიზმში მივყავართ. დილემა შეიქმნა, ხო? იმიტომ რომ იმ ფონზე როცა ამერიკას და ჩინეთს აქვს მორიგი და გლობალური სავაჭრო ომი გაჩაღებული და მისი ოპონენტი არის ჩინეთი არის დაპირისპირებული ამერიკასთან და პირიქით ანუ ევროკავშირი ცდილობს პირიქით აი სწორედ სხვა ნიშის პოვნას იმიტომ რომ მისი დღის წესრიგი უკვე აცდა დასავლეთი გაიყო ხო და დასავლური დღის წესრიგი გაიყო იმიტომ რომ ამერიკაში მოვიდა ხელისუფლება ამერიკაში უფრო და უფრო კაფეოდ ჩნდება რომ არსებობს უკვე მართლა ორი ამერიკა ეს პერიფერიული საზღვაო ნაპირებზე გაშენებული ამერიკა და ჰარტლენდი ესე ვთქვა ცენტრში გაშენებული ამერიკა და ეხლა ცენტრისტებმა გაიმარჯვეს პოლიტიკა იცვლება და კიდე გლობალური მიზეზების გამოც იმიტომ რომ ამ ცენტრის მხარეს გადავიდნენ ეს დიდი ტექნოლოგიური გიგანტები რომლებიც კიდე უფრო გლობალურად უყურებენ ხო პროცესს მაგრამ და უკრაინის საკითხი გადავიდა სადაც მესამე მეოთხე ადგილზე ესე ვთქვათ რა და თანამშრომლობით ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად დისტანცირებას უკრაინის დღის წესრიგიდან იმიტომ რომ თუ ესე იგი ამერიკა პრაქტიკულად აჩვენებს რომ თუ მე არ შემიძლია ამას ზემოქმედება და გეუბნებით ყველანაირად ხელს გიწყობთ და გიბიძგებთ რომ ცეცხლი შეწყდეს და მშვიდობამ დაისადგუროს ну მაშინ შეიძლება ძალიან დემონსტრაციულად და განცხადებებით არა მაგრამ არც უმაგისობაა და ამავე დროს ნელა გადის. ჩვენ ხედავთ რომ რამშტაინის ფორმატში უკვე თავდაცვის მინისტრი ამერიკის აღარ ჩადის. ჩვენ ხედავთ რომ ტრამპი ყვება როგორ ელაპარაკა პუტინს, მაგრამ საერთოდ და პუტინმა უთხრა რომ ის მან პასუხი უნდა გასცეს აეროდრომის თავდასხმაზე ტრამპმა რომ გადაფიქრება ეცა ამაზე გადაუტანა ლაპარაკი ირანზე ხო შეიძლება ის იყოს მინიშნებაც რომ თუ გინდა რომ მე მეტი გავაკეთო სიტყვაზე მშვიდობისთვის მაშინ აბა ირანის საკითხის შეჩვეულებრივია ვაჭრობის საკითხია ხო ამ სხვა თუ კი არსებული მოცემულობით ვერ ხდება კონფლიქტის ამოწურვა დამატებითი მდგენელები ჩდება რომ რაღაც კომპლექსურად გადაწყვეტს ხო ესე ვთქვათ საკითხი მაგრამ რაც შეეხება აი მშვიდობის მიღწევას დღეს ძალიან საინტერესო ფრაზა იყო ერთ-ერთი გამოსვლის მხრიდან რომ თავიდან უყურებთ სათავეს ხო მშვიდობის როლი სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში მდგრად განვითარებაში ხა რა თქმა უნდა მშვიდობის როლი თითქოს რაღაც აქსიომატურია ხო რომ ამ მშვიდობის გამო ომში არაფერი არ ვითარდება მაგრამ ერთ გამოსვლას ჰქონდა საინტერესო ფრაზა რომ იცით და მშვიდობაო ეს არ არის უბრალოდ არაომი ანუ არსებობს ესეთი მოცემულობა რომ ამ მშვიდობა ან ომი მშვიდობა ნიშნავს რომ აი თუ ომი არ არის ესე იგი მშვიდობა ესე არ არის იმიტომ რომ მშვიდობა ეს არის უფრო მეტი ეს არის არსებითი მდგომარეობა როდესაც ანუ პრაქტიკულად ხდება თანხმობაში ცხოვრება ეს განსხვავებული რამეა და ძალიან კაფეო მაგალითი მოიყვანო მაგალითად ძალიან ხშირ შემთხვევაში ხა წლების მანძილზე რომ შევხედოთ პალესტინაში საერთოდ ისურიან ხო ეხლა კი ძალიან ცხელი ფაზაა ღაზაშიაც ხდება მაგრამ ხშირად არის რომ შეწყვეტილია ცეცხლი მაგრამ შეიძლება რომ თქვა რომ პალესტინაში ან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაა ანუ პრაქტიკულად ეს მშვიდობას არასდროს არ სადგურებია სულ არის ეს კონფლიქტი და საქართველოში სხვათა შორის ეს ძალიან შესამჩნევია თუ იმას გავიხსენებთ რომ ჩვენი ტერიტორია რამხელა არის და საერთოდ რა რეგიონში ცხოვრობთ ამიტომ აი ამ მშვიდობისკენ მიღწევა ეს ნიშნავს სწორედ ამ თანხმედრის წერტილების პოვნას და რაღაცნაირად ერთმანეთთან მორგებას ყოველ შემთხვევაში გრძელდება ცვლილებები და ცოტა ხნის წინ ყოველდღიურად სხვათა შორის ანუ ეს გაზაფხული ძალიან შთამბეჭდავი იყო ამ კუთხით იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე პრაქტიკულად თანამშრომლობით ახდენს თავისი თავრობის ტრანსფორმაციას ხო და რაღაცნაირად იცვლება ხდება განახლება და მთავარი ნიშანი არის ის რომ ის თუ აქამდე ანუ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი იყო ესეთი მინისტრი ვის პირველი დღიდან იყო რაღაცნაირად ესე თქვი ამალგამა იყო ხო ქართული ოცნება ხო რაღაც ახალი შენაკადები შედიოდნენ ძველი რჩებოდა ზოგი გადიოდა მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ სრულ ტრანსფორმაციას რომელიც ხდება უკვე უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ ну ყველა ვინც ინიშნება არის პირადად ანუ ისაც ბიოგრაფიულადაც ეთყობა პრემიერ-მინისტრის დანიშნული და თითქოს რაღაც ირონიულია მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ და დღეს მორიგი არის ის რომ ამერიკის ელჩი გადადგა და დაწერა განცხადება სადაც თქვა რომ ის არ იფიქროთ რომ ეხა ეს მთავრობა მომხსნა ამერიკის მთავრობას გულისხმობს ეხა მე საერთოდ პენსიაზე გავდივარ თავს ვანებებ დიპლომატიას და მორჩევ წვეთ ну ძალიან რთულია ეხა ამ ვერსიაზე გაყოლა ხო უფრო რაღაც დიპლომატიურ სვლას გავს ეხა იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ უკრაინიდანაც გადადგა ელჩი რომელს ღიად თქვა რომ ეს არის შეუთავსებობა ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და მის ასე ვთქვათ ხედვებს შორის
და თუ გავიხსენებთ ჩვენ რა ვითარება შეიქმნა ამერიკის საელჩოში, რომელიც არ გამოაქვეყნა ტრამპის მოსალოს წერილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და შემდეგ სულ სხვა რაღაც დაწერა და სულ სხვა ომში შევიდა და მან პრაქტიკულად აჩვენა რომ ამერიკის საელჩოში არსებობენ ძალები, ხო, რომელთაც თავის დღის წესრიგი აქვს და თავისი ანგარიში აქვს ადგილობრივ ძალებთან, რომ პრაქტიკულად ის რაც ყველა ქვეყანაში მათ აქვს რაღაცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უჯრედი, რომელთაც ეთანამშრომლებიან ამა თუ იმ აქტორს, ეს ღიად გამოჩნდა, ხო, იმიტომ რომ იმ შექმნილ მედიეურ მომენტში ზუსტად დაასხეს წყალი იმ წისქვილს, რასაც ჭირდებოდა ამ ოპოზიციურ ჯგუფებს რო ქონოდათ რაღაც ალაპარაკო, ესე ვთქვათ რა. ეს ჩემი აზრით იყო ნათელი ხამაზე უკვე არაერთხელ ვლაპარაკეთ, მაგრამ აი ამ მთელი ცვლილებების კასკადში ჩვენ საინტერესო რამ თქვი რომ ნელ-ნელა ოცნება იძენს იდეოლოგიას, ეს აღარ არის როგორც ვთქვათ 10-12 წლის განმავლობაში ეს იყო რომ ჩვენად ანტინაცური გაერთიანება, ნაცები არიან ბოროტება და ჩვენ ვაკეთებთ არა ბოროტებას. ესენი არ მოუშვათ და ეს იმდენად დიდი ტრავმირებული იყო საზოგადოება აი ამ ბოროტებით, რომ ყოფნის მას იდეოლოგიად ის რომ არსებობს რაღაც ჩემაკავებელი, ესე ვთქვათ რა. დღეს ეს ხა დასუსტდა ეს ნაციონალური მოძრაობა, ეს შეკავების ფუნქცია აღარ არის საკმარისი, რაღაც მეტია საჭირო და თანათანობით ხდება აი ამ იდეოლოგიური რაღაც აწყისების შეთავსება და ეს ფორუმი ერთად ამ გამოხატულებად იქცა, იმიტომ რომ მე ვერ ვიხსენებ ხა რომ აი ამ ტიპის, აი შინაარსობრივად ამ ტიპის, აი მაბრეშუმის იმაზეც ვარ ნაყოფი გზის ფორუმზე და სხვაგან, მაგრამ ამ შინაარსის თითქოს სიმწავის არ ყოფილა. მაგრამ თანათანობით ხდება აი ამ აზრის რაღაცა კრისტალიზება ამ თემის გარშემო, მაგრამ აი ამ ამერიკის ელჩის წასვლა შენი აზრით რა შეცვლის ქართულ ამ პოლიტიკურ მდგენელში და ვინ აიღებს მის ესე ვთქვათ დავარდნილ ალამს ევროკავშირის ელჩი? არ ვიცი, რთულია თქმა რა იქნება ცხადია, მაგრამ ნუ რაც ნახეთ არის ის, რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა ადმინისტრაცია ამერიკაში, საელჩომ შეწყვიტა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე წერა, მათ შორის უკრაინაზეც განსხვავებული რაღაცების დაპოსტვა დაიწყო და ამან გამოიწვია თვითონ ოპოზიციის ელექტორატშიც უკმაყოფილება და ანუ როდესაც ტრამპის შეხედულებები შეიცვალა უკრაინაზე და შესაბამისად საელჩომაც სხვანაირი რაღაცების წერა დაიწყო, გაჩნდა ამ ხალხშიც უკმაყოფილება და არის ამის რაციონალური საფუძველი, იმიტომ რომ ანუ ერთი და იგივე ელჩი ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს რო ამბობს, თვითონ ეს ოპოზიციონერები ოპოზიციის ხარდამჭერებიც ხიზიანდებიან და არ ვიცი საინტერესოა რა ახალი ელჩი ვინ იქნება და რა ეკნება თუ არა განსხვავებული პოზიციონირება. ჩემი აზრით ზოგადად აი ოცნების ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპთან განსაკუთრებული კარგი ურთიერთობა იქნება გადაჭარბებულია, შეიძლება ეს აღარ გაგრძელდეს თქვათ ცხადია წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, მაგრამ არ გონია რომ ეს რაღაც ის იქნება ნაყოფიერი თანამშრომლობა, იმიტომ რომ ფიქრობ რომ საინტერესო პრიორიტეტი აღარა ამერიკისთვის ძალიანად ეს რეგიონიც, ევროპაც აღარა საინტერესო, მით უმეტეს ევროკავშირის მიმართაც დაპირისპირება აქვს და გადადის ჩინეთის შეკავებაზე და შესაბამისად გონია რომ უბრალოდ რაღაც ტიპის ნეიტრალური ურთიერთობა იქნება, ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თემას აჩერებს საერთოდ ტრამპი, გონია რომ არც რაღაც განსაკუთრებული პოზიტიური დინამიკა კი არა და რაღაც განსაკუთრებული თანამშრომლობაც არ იქნება. უბრალოდ ინტერესი იქნება ნაკლები ჩემი. ისე ჩვენ დღეს ფორუმზე მოვისმინეთ ესეთი მოსაზრება, რომ ანუ საქართველოს იყო ერთგვარი დიდი პროექტის პატარა ეპიზოდი და ნაწილი. ეს დიდი პროექტი გულისხმობდა იმას, რომ როდესაც ცივი ომი დასრულდა, პრაქტიკულად ეს არის აი ჯეფრი საქსმანს ახსენა ეს ხო, რომ იგივე ბზეჟინსკის უწერია 90-იან წლებში შემუშავებული დოქტრინა, რაც ნიშნავდა შავ ზღვაში რუსული გავლენების შესაძლებლობას. საზღვაო იმპერიებია, ხო, ეს მით უმეტეს ამერიკა, მოცეგეს როლი ინგლისისგან მიიღო, ესე ვთქვათ, ჩამოართვა ეს მოწინავე მდგომარეობა და ბუნებრივია რომ ზღვებზე დომინაცია არის მთავარი ინსტრუმენტი და მათ შორის შავ ზღვაშიც, რომელიც თვითონ დახურული ზღვა არის, მაგრამ
და მან ჩამოთვალა, რომ შეხედეთ ბულგარეთს, შეხედეთ რუმინეთს, შეხედეთ თურქეთს, ყველგან არის ეს ამერიკული სამხედრო ბაზები და ბუნებრივია უკრაინა და როგორც ყირიმი, როგორც უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არენდით ჰქონდა და იქ მაინც სევასტოპოლში რუსული ფლოტი დგას და რუსეთი მართავდა, მაინც ეს უკრაინული ეს იყო რუსეთის შეკავება სწორედ შავ ზღვაში და საქართველოს იყო აი ამ დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ეპიზოდი, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს შავი ზღვის სანაპირო. და აქ კეთდებოდა ერთგვარი ანტირუსეთი, მის დანიშნულება მხოლოდ ეს იყო, მთელი ამ რაღაცა ლიბერალური ინდოქტრინიზაციის, რომ მომხდარიყო რაღაცა რუსეთის მიმართ ტრული წარმონაქმნის შეკავება. ესეთი მოსაზრება რაღაც მოვისმინეთ. და თუ კი დღეს ჩვენ ხედავთ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც პრაქტიკულად ან მულტიპოლარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც ამოდროს გულწრფელს არა დაპირისპირებას, არამედ თანამშრომლობას, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს უგარიგებებზე და ასევე თქვენს რომ ამერიკა პრაქტიკულად ანუ ეს მიყოლებით ტოვებს ამ რაღაცა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ეს ძველი 45 წელს შედგენილი საერთაშორისო წესრიგიც პრაქტიკულად სრულდება. რა ინტერესი შეიძლება კონდეს საქართველოში, ხო? ანუ საქართველოში აი პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას რაღაცა ინტერესი გაურიგდეს, იმიტომ რომ ის როლი რაც თავის დროზე ქონდა მოხვეული. ეს როლი დამთავრდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოვიდა ამ როლიდან და ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა და ძალიან დიდი კრიზისები გაიარა ამისათვის, იმიტომ რომ კიდევ უფრო დიდი კრიზისში არ აღმოჩენილიყავით ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ ამერიკაც ცulis დამოკიდებულებას, იმიტომ რომ შეუდარებლად დიდი ქვეყანა არის უკრაინა და ჩვენ მის მაგალითზე ვხედავთ და სადაც უკრაინა ამ პოზიციაშია, ეხლა საქართველოს კავკასიაში, ამ გარემოცვაში ვის დაკარგვია, ხო? მაგრამ შეიძლება თუ არა იგივე ჩინეთთან მიმართებაში ლაპარაკი იყოს რაიმე ეკონომიკურ სარგებელზე ან რაღაცა ფუნქციაზე, რითაც შეიძლება მოხდეს შეთანხმება. თუ უბრალოდ მეორე ვერსია არის, რომ იცი რა არის, მივიღოთ ეს რეალობა, რაც არის შექმნილი, როგორც რეგიონში გეოპოლიტიკურად, ასევე საქართველოს ხელისუფლებაში და ქართული ხალხის არჩევანს ვცეთ პატივი, რომ მათი საერთოდ არ ვეცადოთ აქ მორიგ ფერად რევოლუციებს, რომელიც ალბათ ყოველა 10 წელში ჩვენ ხედავთ, ხან არაბული გაზაფხულის სახით, ხან რაღაცა მანამდე ფერად რევოლუციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. და რაც გვაქვს აქ ჩადებული ესე ვთქვათ ინვესტიცია, ესე ნუ გადავყრეთ შავ ზღვაში მართლა, არამედ ვეთანამშრომლოთ ამ რეალისტურ საწყისებს, რომელიც სცენარს უფრო აქვს ესე ვთქვათ განვითარების შესაძლებლობა. თუ ევროკავშირის კონტექსტში ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნება ინტერესი, მაგრამ აი ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში შეიძლება უფრო იყოს საინტერესო თანამშრომლობა, რაც აქამდეც იყო რომ აი კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობა. ეგ არის ერთადერთი რასაც ასე ვთქვათ ამერიკას თეორიულად შეიძლება დავჭირდეთ, რომ ამ ანტიტერორისტულ ოპერაციებში და ტერორიზმის პრევენციისთვის შეიძლება ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. აი შეიძლება უნდადეს რეგიონში ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ აი თუნდაც იმ გუშინდელ ზარში გარდა უკრაინისა იყო მთავარი თემა მისთვის, ხო? ეს არის ირანი. ირანთან ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყანა ვართ ამ გაგებით, ხო? სადაც ყველაზე ძლიერად არის წარმოდგენილი და შეიძლება ეს სიახლოვე მას რა არ ვიცი ხა. ხო შევალ მე რაღაც კონსპირაციაში და უსაფრთხოების დეტალებში და ვერ გამოვიგონებ იმასაც არ ვიცი, მაგრამ ეს ტერიტორიული სიახლოვე მას შეიძლება რაღაც უპირატესობას ანიჭებდეს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რაღაცა აკონტროლოს. ანუ ის თავი არის კონტროლი, ხო? თავი არის რაღაც აღკიფათო იარაღის ესე ვთქვათ შეზღუდვა იქ, რომ მისგან არ დაებრუნოს საფრთხე და პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთს, იმიტომ რომ სრულად შეიძლება შეცვალოს ირანის ესეთმა ძალიან ხისტმა ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის მსგავსია, ანუ მას შეუძლია ერთგვარი ჯიჰადის გამოცხადება რა. ანუ ის რაციონალურად არ დაგიდევს, ესე ვთქვათ, მე რა შეიძლება მოყვეს, იდეოლოგიურად ის შეიძლება რაღაც კონფლიქტში შევიდეს, ისე როგორც რუსეთმა გააკეთა ეს, ხო, რაღაცა თავის პირ, ესე ვთქვათ, კულტივირებული იდეების გამო მან გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ალბათ ანალიტიკოსთა 99% თვლიდა, რომ ის ამას უბრალოდ ვერ იზამს, რომ კალკულაციაში ეს არ ჯდებოდა ელემენტარულად. ნახოთ როგორ განვითარდება ამ ფრიმოლნები, ჩვენ დაუბრუნდეთ რაც დაგვჭირდა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას შენი აზრით აი ხარ ივნისის დასაწყისი, ხო? პრაქტიკულად ზუსტად რამდენი 4 თვე დარჩა არჩევნებამდე. ეხლა მეც და შენც ვართ იმის მომხრეები, რომ არჩევნები ერთ-ერთი გზა,
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, არა იმიტომ რომ ამითი ანუ ჩემი აზრით სულად არასწორად არის დისკუსია აქცენტი გადატანილი იმაზე რომ ანუ არ შეიძლება პარტია საზღვროვდეს თავის საზრისად იმას ამოსავალ წერტილად რომ აი სხვისი დღის წესრიგი რა არის და მე ჩემი ქმედებებით იმ დღის წესრიგში შემაქვს დესტრუქცია თუ კონსტრუქცია არ მივცეთ ლეგიტიმაცია ხელისუფლებას ანუ ეს არის ამოსავალი წერტილი ნაცვლად იმისა რომ მე როგორც პარტია რას ვაკეთებ ჩემ ამორჩეულთან როგორც ვძდი ელექტორალ ბაზას რას ვაკეთებ ხელისუფლებაში ამაზე კი არ ფიქრობენ ფიქრობენ ოპონენტზე ესე ვთქვათ ხო ისევ როგორც იგივე დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში ანუ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რომ ნებისმიერი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში რუსეთს ეს გაუხარდება თუ ეწყინება ეს სიხარული და წყენის მომენტი ხო ცალკე ფენომენია მაგრამ აი ეს ხდება განსაზღვრული არა რაღაც ამოსავალი წერტილი ინტერესო შენ რა გინდა და იმის და მიხედვით გარესამყაროს ეუთეთო არა მას რა უნდა და მე ჩვენ ვიყოთ ხიჭვი თუ ვიყოთ სხვა რა ხვდები და ну ეს რა თქმა უნდა აბსურდია მაგრამ ეხლა ჩვენ ვემხრობთ თეორიას რომ უბრალოდ ეს ნიშნავს არ მონაწილეობა ამ მithumetes ამ სიტუაციაში უბრალოდ ლიკვიდაციას ხო პარტიების შენი აზრით თუ არსებობს შანსი და რესურსი იმისი იმიტომ რომ ძალიან დრამატულად ვითარდება პროცესები იმიტომ რომ უკრაინაში შეცვლილი ვითარება აისახება გინდა თუ არა ემოციურად ამ გაწყობაზე იმიტომ რომ მათ რატომღაც მიაბეს თავისთავად ობსესიურად რომ რუსეთი უნდა ანუ საქართველოს უბრალოდ არ ვიცი ხა მასშტაბით რანაირად ფიქრობენ, მაგრამ ნუ რუსეთი უნდა დამარცხდეს და საქართველოს უდრის უკრაინას. და უკრაინა იმარჯვებს ამომში და უნდა მოიგოს. და თუ შენ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, ნუ რა თქმა უნდა მოღალატე ხარ. ანუ ემოციურად შესაბამისად, ხო? და აქ ამერიკის როლია მთავარი ის რომ ხედავენ დისტანციას ხვდებიან უკრაინის. ნუ ეხლა მე ვხსნი აბსოლუტურად ბანალურ და ნუ სრულად ბრიყულ კონსტრუქციას, მაგრამ საქმე იმაში რომ ეს ადამიანები არსებობენ, ვინც ესე ფიქრობს. რომ ამას ახლა ევროპაში ცხოუსმენ რომ ამერიკის მონაწილეობის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამერიკა დისტანცირდება. ანუ ფიქრობს მავანი. ეს უკრაინის შანსი მჭირდება. უკრაინის თუ მცირდება, ესე იგი საქართველოსიც მცირდება. შესაბამისად ის განწყობაზე აქ აისახება, ხო? შესაბამისი ხალხის. ეხლა ეს ადამიანები ხედავენ მიმდინარე პროცესს. არის შანსი კიდევ იმისი, რომ ისინი მიხვდნენ, რომ უბრალოდ სადღაც უნდა თქვა, რომ ყოველ შემთხვევაში თქვი რომ გავიარე რაღაცა ვეცადე, სადაც რაც გამოვიდა, რაც არ გამოვიდა, არ გამოვიდა. ეხლა ორი გზა არის. ქუჩის, ანუ რევოლუციის რესურსი არ არსებობს ამ ქვეყანაში და რჩება არჩევნების. ეხლა თუ არჩევნებზეც უარს ამბობ, ნუ მაშინ არ რჩება. აჰა, მაგაში საქმე რომ ნაწილს არ ჯერა რომ ოცნებას, ანუ ჯერათ რომ რაღაცა კრიზისშია ოცნება და რაღაც ეტაპზე ისევ გამოვა ბევრი ხალხი და რევოლუცია მოხდება. ანუ არ გამქრალა ბოლომდე ამ ნაწილში. ოპოზიციის ეგ წმენა, ან გაქრა და უბრალოდ ხალხს ამას ვერ ეუბნებიან და არ უნდათ რომ ისევე რაღაც ლანძღონ როგორც ეხლა ლელოს და გახარიას უტევენ რომ მოღალატეები ხარ და ასე შემდეგ. და მაგრამ სინამდვილეში ალბათ რა გულისხმობაში ყველა ხდება რომ ანუ 180 დღიანი რევოლუცია არ არსებობს და რაოდენობა ადამიანების იკლებს და ცოტა ხალხია აქციაზე. ფაქტია და ანუ არჩევნების ალტერნატივა ყველას უნდა რა ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ნაცებით სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას, მაინც მიშას პლაკატს არ აჭერინებენ ეს აქციის მონაწილეები. მე ნახლებსაც უნდათ, უბრალოდ არსებობს ეს რაღაც ტიპის შანტაჟის გარემო, რომელიც აი არჩევნების მერეც ეგ იყო, რომ აი ვინც ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეგ იქნება მოღალატე და კოცი და ნუ ეს მედიებიც, ოპოზიციური მედიებიც მაგ იმას უწყობენ ხელს, რომ რაღაცა შეუძლიათ ჩახსნან ეთერიდან, გაგაშავონ და რაღაც ზომები მიიღონ ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, თუ თვლი რომ რაღაც შეხვიდე უნდა პარლამენტში ან მიიღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ახლა მედია დარჩა ოპოზიციური ტევე პირველი, მხოლოდ რეალურად ტელევიზია და რომელიც შესაბამისად ლელოს პატრონაჟის ქვეშ არის ესე ვთქვა და შესაბამისად იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის ნარატივი რომ არჩევნებში მონაწილეობა კარგია და ნელ-ნელა ეს გაჯდება დიდ ნაწილში ოპოზიციური ელექტორატის და დარჩება რაღაც მცირე სეგმენტი. ხო, მათ საინტერესო ხა მაგას ვერ იტყვის კარგია, როგორ არის კარგი, აბა პოლიტპატიმრები იტყვიან, აბა სინდისის პატიმრები, აბა ნუ ყველაფერი რაც ქვიათ, ახალგაზრდები მთელი ეს შაბლონების გამოყენება რა თქმა უნდა მოხდება, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ
ამას რახან ვერ იტყვიან, მოიფიქრეს ესეთი ფორმულა, რომ ჩვენ გვაქვს შანსი გამოვტაცოთ თითოეულ საკამი არ ქონდათ შანსი ეხა გავუჩნდეთ ეგ შანსი, რომ თბილისი გამოვტაცოთ ხელისუფლებას. ყოველი დღე რაც უფრო მეტი გადის, მით უფრო შორდება ამ მიზანს, ანუ ვივისწრებთ აბსურდულ დანაპირებსაც, ესე ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ ოქტომბრამდე ეს შანსი არ გაჩნდა, მე შეიძლება მოვითხოვოთ ერთობლივად ადგილობრივი და საპარლამენტო. და 4 ოქტომბერს არის არჩევნები და 30 სექტემბერს იტყვიან, რომ კარგი ერთად იყოს, 4 დღეში უნდა ჩატარდეს. აი ამ ტიპის მე მგონი ქართულ პოლიტიკაში არსებობს თავარი კითხვა, რომ ადამიანები ვინც ეს აბსურდს ახმიანებს, ესენი არიან მართლა დებილები? თუ ესენი არიან, არ ვიცი, ჩანერგილები რაღაც გაუგებარი ძალების მხრიდან, რომ პრაქტიკულად ლიკვიდაცია გააკეთონ ამ ოპოზიციის. ანუ ეს როგორ შეიძლება გააკეთო ეგეთ ტიპის განცხადებები? ნუ ეს ემოციური ფონი რაც არის და ეს არგუმენტები რასაც იყენებენ, არის მორალისტური სრულიად და რაციონალიზმის ნასახი არ არის, ანუ რა ვიცი, რო არ მიიღოს არავინ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ამით გათავისუფლდება ეს პატიმრები თუ რა მოხდება, ხო? ანუ ამ მათი გათავისუფლების ერთადერთი გზა არის ის, რომ მიმართონ შეწყალებისთვის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ღია არის ამ იდეის მიმართ. და თუ მიმართავენ, არის შესაძლებლობა, რომ შეიწყალონ და ესაა გამოსავალი. ხა სხვანაირად ვერ მოხდება და არ უჩანს ნამდვილად პირი, რომ რაღაცა წნეხი სქვეშა ოცნება იმდენად, რომ რაღაც სხვა მეთოდით გამოაშვებინონ და გასაგებია, რომ რაღაცნაირად მორალურად უტყდებათ თუ მორალურად არასწორად მიაჩნიათ, რომ სანამ მათი თანამებრძოლები არიან ციხეში მიიღონ, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულ რეჟიმში შევიდნენ, რაღაც ემოციურ დონეზე მესმის, მაგრამ მაშინ ხო ის უნდა დასვა ან არ მონაწილეობით როგორ ეხმარები ამ ხალხს, ხო? ციხეშია. რეალურად ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ რაღაცნაირად ამ ახალგაზრდებთან დალაპარაკება მოხდეს, რომ თუ მიმართავ რაღაც შეწყალებისთვის პრეზიდენტს, ამით არ გამოჩნდები, რომ რაღაცა უპრინციპო ხარ ან რაღაცა არ არის ეს ცუდი, არამედ შეგიძლია მიმართო და თუ რაღაც კონტექსტი ისეთია, შეწყალების შესაძლებლობა არის. ეს არის გამოსავალი და ხა რო არ მიიღოს არავინ არჩევნებში მონაწილეობა, ეს ან პატიმრებს რიშველი ამით, ან საერთოდ რა დადებითი რამ მოაქვს, ხო ამას, როცა 20 კაცი დგას აქციაზე. აი ეს ბრმად მორწმუნეობა გარკვეულ მიზიდულობას ატარებს რა, ერთგვარი ფსიქოლოგიური ესკაპიზმიც არის, იმიტომ რომ იკეტები რაღაც სამყაროში, შეხვდები რომ რეალური სამყარო სრულიად სხვანაირია და ამას რახან გრძნო, პირიქით იკეტები, აი შენთვის გასაგებ სამყარო, რომელზეც არ ჩვეულებრივი სიტყვა აქვს, ხო ეს ბაბლი ცოტა სხვა კონტექსტით გამოიყენება, მაგრამ ესეც ერთგვარად ეს არის, ხო? და სექტურად დახურულად ცხოვრობ, რაც არის ნუ ინფანტილიზმი გაჯერებული. პირდაპირ ესეთი არსებობა. ამ კუთხით უკვე, ანუ ქართული მედიის და ქართული, რა ვიცი, საერთოდ დემოკრატიის მესაფლავის ტიტული ვინმეს თუ შეიძლება ქონდეს, ეს არის ნიკა გვარამია რა, იმიტომ რომ მან მთლიანად შეცვალა აი თავის ძოზე რუსთავი 2-ით, მერე ამ თავის თავარით ის სტანდარტი თუ რამე შეიძლება და ყოფილიყო ობიექტური მედია, მოიგონა რომ ის იყო რაღაცა კრიტიკული ტელევიზია, რაღაც იქაც ეგეთი ნეოლოგიზმის შექმნა, მაგრამ ნუ არსებითად ეს იყო პირდაპირ პარტიული დამატება, რომელსაც გახსნა მთლიანად ეს მედია და შემდეგ იგივენაირ მის მოგონილი და დაწყებული არის 2020-ში და 24-შიც რო ეს გაყალბდა, გაყალბების კამპანია, შემდეგ ბოიკოტის კამპანია, ასე შემდეგ და ნუ აი ამ ადამიანის ტყვეობაში და მძევლად არის ის ჩემი აზრით აბსოლუტურად განუვითარებელი და ინფანტილური ფიგურები, რომლებიც იმეორებენ მის მიერ შექმნილ მესიჯებს, მაგრამ მე ამას უაკრიტიკებ და ვიძახი, მაგრამ ამჯერად მინდა პირიქით თქვა და მე ვიყო მისი ალბათ ყველაზე გულმხურვალი მხარდაჭერი, იმიტომ რომ მას აქვს ახლა შანსი ითამაშოს ყველაზე უფრო პოზიტიური როლი, ანუ 2 მინუსის ჯამი ხო პლუსია საბოლოო ჯამში ქართული დემოკრატიის ისტორიაში, იმიტომ რომ ის გახდება უკვე აი ტოქსიკური ნარჩენების, აი ამ ბირთვული ნარჩენების, რომელიც ბოლო აწრეულებია მოყვება ქართულ პოლიტიკას, ამის მესაფლავე, რომ მისი ბოიკოტის კამპანია ცხადია, რომ შეიწირავს ყველაზე სუსტებს და ნუ სხვა გზა, ანუ ჩვენ 10 წელი ვეცადეთ, რომ გამონახულიყო ფორმა პოლიტიკური თანაცხოვრების. ხო, პარლამენტი ღია იყო, ტელევიზიები, მედიები, ყველაფერი. უბრალოდ სადღაც ამან ამოწურა, თავი როდის შენ მუდმივად მაგიდას აყირავებ,
მე შემიძლია მაგიდასთან ნებისმიერ ადამიანთან დავჭიდო. მას შეიძლება მაგიდას აყირავებ შეუძლებელია. ესე იგი მე მჭირდება ძალის გამოყენება, რომ ეს მაგიდა დავიჭირო და შენ თუ არ დაჯდები, სხვა დაჯდება მაშინ. და ნიკა გვარამევი შეიძლება ეს ისტორიული როლი ითამაშოს და ეს ბირთვული ნარჩენები უბრალოდ დამარხოს და ჩვენ 5 ოქტომბერს სულაც სხვა ქვეყანაში გავიღვიძოთ და ამისთვის მას ეკუთვნის რა თქმა უნდა რა დიდი მადლობა. მე გააგრძელებს ვინც უძლებს აი ამ რაღაცა გაუგებარი ხალხის ბულინგს ის ადამიანები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, იმიტომ რომ 3000 წლის არის ეს ქვეყანა და რაღაცნაირად ჩვენს მერეც უნდა არსებობდეს და გაგრძელდება, ხო? დღეს არაფერი აქ და ახლა არ იცვლება და ესე ვთქვათ არ წყდება. თუ გაიქმებენ ასე ვთქვათ ახალი და ნაციონალური მოძრაობა თუ გაიქმებენ ასე ვთქვათ თავს კარგს გააკეთებენ გრძელვადიანად დემოკრატიისთვის საქართველოში. ხო, ეს პრაქტიკულად შეიძლება არ აპირებენ არც ერთ ეტაპზე, არც 2020-ში, არც ახლა, არც მანამდე, არც ერთხელ არ შევიდნენ ინსტიტუციურ პროცესში და უნდათ ქუჩის პოლიტიკა და აღარ არის ქუჩის პოლიტიკის დრო 2025 წელს. ხო, ძალიან ბრძნული იყო გადაწყვეტილება სხვათა შორის, რომ აი როგორც მოხდა ტექნიკურად, რომ ჩვენ გაუფართოვეს მანდატი საგამოძიებო კომისიას, შესაბამისად აქედან გამომდინარე, მოკლედ ისე მოხდა, რომ თეორიულად მათ ისევ აქვს შანსი ჩვეულებრივად რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, და შენ რო თქვა რაღაცის ძალით, რაც თავრობის ანონსი არსებობს, ხელისუფლების ესე ვთქვა, რომ ჩვენ ამათ ავკრძალავთ. იტყვია რომ აი, ავკრძალეს, მაგრამ როდესაც ისინი ჯერ თვითაკრძალვას გააკეთებენ, ანუ ამ საჯარო ავტოდაფეს მოაწყობენ არჩევნებში არ მონაწილეობით, შემდეგ უკვე მართლა აი ჯურის დასმა იქნება ამ პოლიტიკურ საფლავზე. მაგრამ იცი რა კითხვა გამიჩნდა მე, ანუ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკას რო გადახედო, აი ეს დრამატული ეპიზოდები სულ შობდა ხოლმე რაღაც ახალ მედროშეს, ხო? ესე იყო 2007 წელსაც მე რაღაც გაერთიანება შეიქმნა, ესე იყო 2012 წელსაც. შემდეგ ჩვენ ხედავდით უკვე მთელი ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ამ ფრაგმენტაციას და ახალ-ახალი პარტიების წარმოშობას და ბოლოს მართალია გათითოკაცებას, მაგრამ მაინც თითქოს რაღაც განსხვავებები არსებობდა და სოკოებივით მომრავლდა. აი ეს 2024 წლის არჩევნებიდან არსებული პროტესტი თუ დააკვირდი არც ერთი ახალი ძალა არ დაიბადა ან რაღაცა კოალიცია ან ისევ ერთნაირები ისევ გაერთიანდა რომელიც ერთად იყვნენ ხოლმე ხო ეს ფორმალურ გაერთიანებას არ გულისხმობს ერთადერთი სოციალ-დემოკრატიული ეს მოძრაობა ხო რომელიც არსებობდა ეს ხალხი და როგორც იქნა თქვა გადაწყვეტეს რომ რაღაც ხო მოძრაობის ეტაპზე არიან ხო რაღაცა მოძრაობა ჩამოყალიბებული იყვნენ მაგრამ ის რომ რაღაცა დაბადებული იყო მუხტი რომელიც გაერთიანდა ან ბიზნესიდან ჩვენ ნახეთ ბიზნესის პროტესტი ან ქუჩიდან ჩვენ ნახეთ ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანებს ეთქვათ რომ აი პარტია აი ვერავინ ვერ გახდა ესეთი მედროშე და აქამდე სხვათა შორის არასდროს ამის პრობლემა არ იდგა ხოლმე რა ყოველთვის ხდებოდა ვიღაცა მედროშე რატომ შენი აზრით თუ გიფიქრია იმდენად ქაოტურად წავიდა პროცესი თქვა და 28 ნოემბრის მერე დიდი ხანი ტრიბუნის გახსნის საშუალებაც არ იყო, პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ არავის და რაღაც ტიპის, ანუ გამოცდილმა აქტივისტებმა დაიკავეს ასე ვთქვათ, იყვნენ ავანგარდში პროცესის და არ იყო საკმარისი ამ ხალხში გამოცდილება თუ წოდნა რომ რაღაც პარტია შექმნილიყო ამის საფუძველზე, ან რამე მსგავსი და ვისაც აქვს პარტიები ისინი დიდად არ მიუშვეს ასე ვთქვათ პროცესებთან ტრიბუნაც არ დაადმევინეს და თან პრობლემა ის არის რომ იქ ერთდროულად მიშისტიც რო არის რადიკალი და თან ანტინაცი შვაშისტი ვთქვათ აქტივისტი ვიღაცა ისე უნდა რომ იხსნი მიშას პლაკატს უშლი ესენი უნებია რომ ვიზე ნაკლები პოლიტპატიმარია და შესაბამისად იმდენ განსხვავებული ჯგუფებია რომ ვერ მოხდებოდა რაღაც გამაერთიან ერთი ფიგურის გარშემო რაღაცა რელიგიური ნიშისტის და არ ვიცი ანტინაცი ოპოზიციონერი არ ვიცი ლელოს და გახარიას ხარდამჭერის რა იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპაჟები არიან ეს ელექტორატი და შესაბამისად ვერ მოხდა მათი რაღაცა ერთი მაშინ მაგრამ ხო არსებობდა ყოფილი პრეზიდენტი რაღაც წინააღმდეგობის პლატფორმა ბოლოს ჩამოყალიბდნენ სახელზე. ესეც საინტერესოა, რომ აი წინააღმდეგ არა რაღაც კონკრეტული დღის წესრიგი რომ შენ ხვალ რა ალტერნატივას ქმნი. ალტერნატივას ქვია წინააღმდეგობის პლატფორმა. ანუ მიზანია რომ გაუწიო წინააღმდეგობა. როგორც
როცა ხვდება ფეხბურთში გუნდი, რომ ძლიერ გუნდს ხვდება და სხვა, არაფერი, პრესინგსაც თავიც არ აქვს, ჩადგი ავტობუსივით და ოღონდ შევაკავოთ. ოღონდ გოლი არ გაუშვათ, ოღონდ პრემორჩეს, ეს არის უდიდესი მიღწევა. აი ამას რა შანსი შეიძლება გქონდეს ამგვარ ოღონდ რომელიც რა თქმა უნდა შეფუთულია, აი როგორ ხმამაღალ სიტყვებში, რომ საქართველოს თავრობა ლეგიტიმური არ არის, ვინ ჩამოდის ხვდება მარტო ოპოზიციას, მე ვარ პრეზიდენტი, წავიღე ალამი იმიდან სასახლიდან, ანუ აი ესეთი უბრალოდ სიმულაცია და სიგიჟე მართლა არ ახსოვს. ქართულ იმას აქვს პოლიტიკას, რომ ხა გადამდგარი ადამიანი იძახდეს, რომ არა, მე ვარ ლეგიტიმური, ხო? ძალით განდენილი პრეზიდენტი ამბობდა, მაგრამ ხა ვადაგასულს პირველად გვაქვს ესეთი რაღაცასთან საქმე. ისიც ვერ გახდა. რატო აი მან მაინც რატო ვერ მიიღო ეს ალბათ პრინციპში იმის გამო რაც უკვე შენ თქვი, იმიტომ რომ ეხა ის მართლა ის მორწმუნე სისტემისთვის ეს ყველა მიუღებელია. სიტყვით ვინ დაიწყო ომი უყვიროდნენ მისის და რატო არ შეიწყალ მიშა შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი შეიძლება მოწონს ვიღაცა ახალგაზრდებს მოეწონათ, მაგრამ ვინც თავის დროზე აკრიტიკებდა ასე ვთქვათ პრორუსული განცხადებების გამო ნაცები, რომელსაც ძულდათ, არ შეიწყალა მიშა. შესაბამისად, არც სალომე ზურაბიშვილიც არ არის ამ სხვადასხვა ჯგუფების გამაერთიანებელი, თქვა ერთი მხრივ ნაცების, ახალგაზრდების და ასე შემდეგ. ხო, ყოველ შემთხვევაში დღეს აი ესეთი საინტერესო მოცემულობა გვაქვს, როდესაც ამერიკის საელჩომ დაწერა, რომ გაუქმებულია, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ელჩი ვიცოდით და სხვები არ ვიცით იქ ვინ მუშაობს და ვინ რას გააკეთებს. მორიგჯერზე საქართველოში ბუნებრივია გრძელდება ხელისუფლების ესე ვთქვათ, ანუ უკვე იდეოლოგიურ ფრონტზეც კი ვნახეთ ჩვენ ერთგვარად მისი პრეფერენციები ფორუმს რასაც უმასპინძლა თბილისმა და ამავე დროს აი ამ ბრძოლაში რაც უყურადღებოდ რჩება და რომელსაც თუ ვიღაცა აკვირდება სრულიად საპირისპიროდ ნათლავს, ანუ ცვლილებები რაც ხელისუფლებაში ხორციელდება, ამას მიაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების დაშლა და საერთოდ ვერ ხედავენ იმ პროცესს, რომ პირიქით მიმდინარეობს ხელისუფლების სრული გადახალისება. ანუ საერთოდ აი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯებს, რასაც ბოლო პერიოდში დგამს, ხო, იგივე თანამდებობით კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები ერთი. მაგალითად იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპტიმიზაცია განახორციელა სახელმწიფო საწარმოებისა და დაზოგა 10 მილიონი. ანუ ეს თუ ცოტა მით უმეტეს ოპოზიციონერი ხარ, ხო უნდა ჩაიხედო ამის უკან რა ეგულისხმება, ხო? ეს ხო სრულიად სხვაგვარად ხდება ახმა, მაგალითად, ხო ვთქვათ, მიმდინარეობს ცვლილებები, რეორგანიზაცია. ან დღეს თქვა რომ ისინი არ დეკლარაციების ის არ ქვეყნდებოდა, კი ბატონო გამოქვეყნდეს არ. ანუ როგორც თვითონ, ან მაგალითად ხო მიმდინარეობს რეალურად რა, ხო, რომ ანუ კობახიძის გარშემო კონსოლიდაცია მთავრობის, შეცვალა ყველა მართლა ლამის დიდი ხნის კადრებიც და ასე ვთქვათ გადაწყობა ხდება ხელისუფლების კობახიძის პრემიერ-მინისტრობის წარმოდგენით, ასე ვთქვათ. და ამას უყურებენ, რომ ყოველ ჯერზე როცა ვიღაცა გადადგება, რეჟიმი ანყალებს ეს იმის ნიშანია, რომ იშლება გარბიან კოცები და ანუ ის პროცესი, რაც პირიქით ძლიერდება და კონსოლიდაცია ხდება უცნების ერთი პრემიერ-მინისტრის ასე ვთქვათ გარშემო და პირიქით გააძლიერება ხდება. ამას აღიქვამენ როგორც რომ აი იშლება ოცნება. შეუძლებელია პირიქით უკუმა ხდება. იმიტომ რომ ესე იგი ისინი ვერ ხვდებიან რომ დღის წესრიგი არ არის ის რაც ქუჩაში ეს პროტესტი დიდი ხანია დამარცხებულია. ეხლა მიმდინარეობს უბრალოდ კალენდრულად გადის დრო რომ ეს უბრალოდ გაფორმდეს. ეს პროტესტი დამარცხდა დიდი ხანია. ხო ეხლა ის რაც არ უნდა შენ ეპიზოდური გააკეთო, აი რა ვთქვათ ეხლა ხო ამბობ ხოლმე რომ სამწუხაროდ უკრაინა რომელსაც მოიგერია თავდასხმა შემდეგ გადაწყვიტა რომ გაეგრძელებინა ომი, იმიტომ რომ მოიგებდა, მაგრამ ვერ მოიგო ეს ომი, ხო? რა ეხლა რამდენი რა უნდა დაბომბოს ეხლა ამისთანა რომ იქ შეიცვალოს ფრონტზე ვითარება, ხო ეს? დაახლოებით მსგავსი ვითარება გვაქვს, რომ ეს აღარ არის ცენტრალური საკითხი პროტესტი. ეს ლეგიტიმაციის გამოგონილი თემა, რომელიც საერთოდ ფორმალურია. ეს ყველაფერი გაწეული არის უკვე და ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ოპტიმიზაციას პრაქტიკულად, ანუ უკეთესი მართლობის განხორციელებას, იმიტომ რომ ყველაფერი თუ რამის ცვლილებაზე ლაპარაკი, ანუ აპრიორიდან ვიგულისხმობ, თუ რაღაც ხარვესთან მქონდა ხო საქმე. ესე იგი აკეთებს აი ამ ხარვეზის ერთგვარად გამოსწორებას და ის მიყვება თავის დრის წესრიგს. იმიტომ რომ მას შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა
2013-ში პრემიერ-მინისტრობიდან. იქ დარჩა გუნდი. იყვნენ ძალიან მსხვილკალიბრიანი, გავლენიანი ministrები, იმიტომ პრემიერ-მინისტრები იცვლებოდნენ ხოლმე და მინისტრი არ იცვლებოდა, რაც ნიშნავს, რომ იმ მინისტრთა კაბინეტში არსებობდა ეს რაღაცა ბალანსური მიდგომა. დღეს ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების მქონე პრემიერ-მინისტრს, რომელსაც თვითონ ბიძინა-ივანიშვილიც არ ქონდა 2013-მდე ეგეთ ძალაუფლება, იმიტომ რომ თვითმმართველობის სხვისი იყო, პრეზიდენტი ისო მიშა იყო, ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის არნახულად გაძლიერებული, რაც ზრდის ეფექტურობას, ქმედუნარიანობას, აღსრულებას, პასუხისმგებლობას, ანუ თუ რაღაცა ჭრიჭინებდა, ესე ვთქვათ, ხო? ან 12 წლის განმავლობაში თუ რამე დაჟანგდა, ჩვენ ხედავთ, რომ ეხა პირიქით ეს მანქანა არის დაზეთილი მთლიანად. საინტერესოა, მოკლედ, საინტერესოა ეს პროცესი, ჩვენი დრო ამოიწურა, როგორც ვფიქრობ და ჩვენ შევხვდებით კიდევ ხვალინდელ ეთერში შევხვდებით, ერთად დაგვირეკეს და მანამდეც კიდე არჩევნებამდე, სანამ ყოველ შემთხვევაში გაირკვევა შენ საწახვალ სტუდენტად ბოლოს და ბოლოს აღმოსავლეთი მაშრიკის სტუდენტი გახდებით უმაღრების, მანამდეც რა თქმა უნდა შევხვდებით. დიდი მადლობა სტუმრებისთვის. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, ეთერში დავუბრუნდებით მომდევნო კვირას.